აი საერთოდ არა ვარ კარგი ბლოგერი. მავიწყდება ვიდეოების გადაღება. ეგეთი რაღაცა გაგიგიათ, კაცო, რა სისულელეა. მავიწყდება რომ კამერა ჩავრთო ხოლმე. მივდივარ, დავხეტიალობ ქალბატონი და მავიწყდება რომ კამერა ჩავრთო. როგორ ხართ ჩემო ლამაზო მეგობრებო, როგორ გიკითხოთ? ძალიან მიხარია თქვენთან დაბრუნება. მინდა რომ ერთი კვირა ჩემთან წაგიყვანოთ. თუ არ დამავიწყდება, არ ვიღებ და მიჩვეული არ ვარ. So, დღეს არის ორშაბათი. ამ კვირას მაქვს ძალიან cool კვირა, იმიტომ რომ სამსახური მარტო დილით ვმუშაობ. ვმუშაობ, რა თქმა უნდა, მეორე დღის განაკვეთზეც, მაგრამ ბევრს არა. ამიტომ მეთქი დღეს წაგიყვან ჩემთან ერთად. ჩვენ გვყავს ახალი ოჯახის წევრი. არა, ბავშვები აღარ. გვყავს სახლში ძალიან პატარა საყვარელი თუთი ყურში, გაჩვენებთ სურათს. ხო და ვიყავი აი ამ მაღაზიაში ახლა ხანს გამოვედი. რაღაცები ვუყიდე. გაჩვენებთ აუცილებლად. სახლში რომ მივალ, დილიდან სამსახურში ვიყავი. და წავედი მაღაზია ნოზში, იმიტომ რომ თქვენს რომ გლუტენის გარეშე პური არისო მაღაზია ნოზში. ნოზი არის ისეთი მაღაზია, სადაც ძვირიანი და კარგი ნივთები მოდის, ნახევარ ფასად ხშირად. ნუ, სულ კარგი ნივთები არ არის და ძალიან აყრილი მაღაზიაა. მაგრამ შეიძლება რაღაცების ყიდვა ხოლმე -50%-ად. ამიტომ მე ძალიან ხშირად პურებს ვყიდულობ, გლუტენის გარეშე პურები მოდის გერმანიიდან, ან პოლონეთიდან, იქ, ან საიდან მოდის კიდევ? ნუ, ევროპის ის ქვეყნები, სადაც გლუტენის გარეშე პური და ფქული და ყველაფერი არის იაფი, ვიდრე ჩვენთან საფრანგეთში ძალიან ძვირი ღირს. ამიტომ იქ მაგებს ვყიდულობ, ხო, ესპანეთიდანაც მოდის ხოლმე. ამიტომ იქაც ეგენი ვიყიდე, რამოდენიმე რაც იყო დარჩენი, იმიტომ რომ უკვე ბევრმა იცის და მიდის და იქ ყიდულობს. და ახლა მივდივარ სპორტზე, მეგობრებო. ცდილობ რომ წავიდე ხშირად, გუშინ არ წავედი, რადგან სახლი დავალაგე და გადაღლილი ვიყავი. ამიტომ გუშინ არ წავედი და დღეს მივდივარ ორშაბათს. ამიტომ ასე, ამ ერთი კვირა ჩემთან ერთად. Let's go. Let's go. აი მეც გამოვედი სპორტიდან. ძალიან კი მეზარებოდა. მაგრამ ახლა ძალიან მიხარი რომ წავედი. ახლა მე მივირთმევ, გავიკეთე სენდვიჩები, ძალიან მიყვარს მანქანაში ჭამა. არ თქვენ თუ გიყვართ, მე ძალიან მიყვარს მანქანაში ჭამა. ახლა ვფიქრობ წავიდე მაღაზია, სადაც წიგნები იყიდება. კაია. მაღაზია კულტურა. სიმართლე გითხრათ, აი უზომოდ მომბეზრდა. ტელეფონი, ინტერნეტი, აი ეს ინსტაგრამი, ეს სკროლვა. ტვინს თითქოს და აი ვიფუჭებთ რა. და მინდა რომ წიგნების კითხვა დავიწყო, იმიტომ რომ სულ რამეს ვამბობ და არ ვიწყებ და ნერვი მეშლება ჩემ თავზე, რომ ხვდები რომ დისციპლინა არის ძალიან კარგი რაღაცა. აი ხა არ მინდოდა მე სპორტზე წასვლა, მაგრამ რომ გამოვედი ძალიან კარგად გვგრძნობ თავს და მეთქი კიდევ კარგი წავედი. და მინდა რომ რამოდენიმე წიგნი ვიყიდო და ვაიძულო ჩემ თავს, აი მინა ვაიძულო. რომ ღონდათ დავჯდე და წავიკითხო და სკროლვას თავი მივანებო. იმიტომ რომ არ გეგონოთ ინტერნეტში, ინსტაგრამია თუ ტიკტოკი ხო საერთოდ არ მაქვს. ესე ინსტაგრამში სკროლვის დროს არაფერს არ სწავლობ. აი გონია რომ ხანდახან კარგ ვიდეოებს უყურებ და რაღაცას ვისწავლი, არა.
ტვინი მაინც გიფუჭდება და მაინც და მინდა რომ დავიწყო წიგნების კითხვა. ესეც კულტურა. წამოვნახოთ. ვიყიდოთ წიგნი, რომელსაც არასდროს არ წავიკითხავ. არა, უნდა წავიკითხო. აი ეს წიგნები არიან ძალიან განთქმულები. მე აი ეს მაქვს წაკითხული და ძალიან მაგარი წიგნია. ნუ თუ არ ვიცი თუ თარჯიმანი არის ქართულად, მაგრამ ძალიან მაგარი წიგნია. დამლაგებელი ქვია ამ წიგნს. ძალიან მაგარია. ბოლოს ეს წიგნი წამოვიღე, ვეძებე, საათია ეთყობა ამ მაღაზიაში. ძალიან ხშირად გამიგია ამ წიგნზე, რომ კარგი წიგნია, ამიტომ ვნახოთ. წიგნს ქვია მატარებლის გოგონა. მე მგონი ესე გადაითარგმნებოდა. ახლა მივდივარ, რომ დენისი ჩავწერო გასართობ ცენტრში. რადგან აპრილში მოდის ორკვირიანი არდადეგები. ხო და ერთი კვირა რამოდენიმე საათით ჩემი ძმა დაიტოვებს ხოლმე და ერთი კვირად ჩავწერ აქ გასართობ ცენტრში, რომ ეგეც გაერთოს და მეც რო სარბენი აღარ ვიყო აქეთ-იქით. ამიტომ ასე ახლა იქ მივდივარ. იმედი არ მომთხოვენ 1000 ფურცელს. 1000 იმას ახლიდან ისევ ფაქტურა თქვენი ესა თქვენი ისო. ახლა გამოვედი მაღაზია ალდიდან. დიდი ხანია მაღაზიაში არ მოვსულა და გამოვიწყდა რომ თურმე რა კარგი რაღაცები გქონიათ. ესე იგი ვიყავი. ჩავწერე გასართობ ცენტრში. არა, ბევრი არაფერი არ მომთხოვეს, იმიტომ რომ წინა ზაფხულს მე უკვე დენისი მყავდა ჩაწერილი. ვაიმე. ხო და მარტო აკლია აცრა. ანუ დენისის აცრების სიმაღრე გავთიშოთ. გარნესი ძახიან. აცრების საბუთი რა, რომ ყველა აცრა აქვს გაკეთებული. დღეს მარტო მანგაინიდან გიღებთ რა არის. ამიტომ ახლა წავალ სახში. მე მგონი ყავის დალევის დროც მაქვს. ანუ ყავას გავიკეთე. დავალებ. თან გაჩვენებთ რა ვიყიდე. დრო მითხრა რომ ყავას მერე ჩეცეცხლავა. უცბად გაჩვენებთ რა ვიყიდე. როგორც გითხარით ვიყავი მაღაზია ნოზში. აი ეს ღირდა 2.50. აქ არის 400 არა არც კი. 240 გრამი პური, გლუტენის გარეშე 2.50. ვიყიდე რაც იყო, 3 ცალი იყო და 3-ვე ავიღე. და შემხვდა აი ეს. ვიყიდე 3 ცალი. ეს არის გლუტენის გარეშე პატარა ტორტია პურები. ერთ პაჭკას დავიტოვებ და რაც ვიყიდე გავყინავ. ეხლა ვფიქრობ მეტი ამიღო, მე ვფიქრობ ვადა გასულია. გემრიელი რა ვიცი. ამიტომ არა უშავს. მე ვიყავი მაღაზია ალდიში, ვიყიდე ქალბატონის პამპერსი. პამპერს როგორ ქვია ქართულად? ვიყიდე მარწყვი. გიჟდები მარწყვზე. ვერ წამიგდით როგორ მიყვარს მარწყვი. დენის ავუღე ესეთი შოკოლადის მაფინები, ახლა რომ მოვა რომ მიირთვას. ვიყიდე ასეთი ყველი, ცხელი სენდვიჩებისთვის და ვიყიდე ძეხვი.
შემდეგ ბავშვებს ავუღე ესეთი ხილის პიურეები. ლუიზ ძალიან კარგად ჭამს ამ საწრუბ პიურეებს. კრემი. ავიღე მოცვი. სხვათა შორის მარცხე არ იყო ძვირი. კილო ღირდა 6 евро. ძალიან კარგი ფასია. ვიყიდე ესეთი პატარა ნამცხრები. რა თქმა უნდა, სახში გაკეთებულს არაფერი არ ჯობია, მაგრამ როცა უკვე აქა გაქვს. სამზარეულოში დგომით აღარ შეგიძლია. კარგია, როცა სახში ესეთი პატარა ორცხობილები არის და ავიღე კარაკი. შემდეგ ჩვენ ხომ პატარა თუთი ყურში გვყავს. ახლა გაჩვენებთ ჩვენს პატარა ლილას, ლილა ქვია. ავუღე ნისკარტის გასაკლიბი. აი ესეთი გემრიელობებიო ვითომ ჩიტებს უყვართო. და ვუყიდე აი ასეთი გასეძე ქვიშა დაბლა დასაყრელი, ამიტომ ახლა დენისი მოვა და მივხედავთ ჩვენს თუთი ყურს. მოდით გავჩვენოთ ჩვენი ლილა. ლილა? როგორ ახარ გოგო? როგორ ახარ გოგო? ლილა? ლილა, გაიბერა. ლილა? მოდი. ამ ვიდეოში რაღაცნაირად თმა მაქვს ძალიან ცუდად. ბოდიში გიხდით გენაცვალ, ჩემი თავი. ხვალი გავისწორებ ალბათ ნერვს მომიშლის და იცით რა არის? აი ვცდილობ, რომ არ დავწვა. მაგრამ თუ არ გავისწორი, არ იმას ვქენი, საშნელი დგომა აქვს ეს რა. ცოტა ჩამოვივარცხნო მაინც. სულ შემთხვევით მოხვდი ამ მულტფილმს YouTube-ზე. ქართულ რუსული რა მაგარია. Насыпалось целую кучу золотых монет. Ратуйся, мы с женой. Не придется больше голодать. დღეს არის მეორე დილა. როგორც ნახეთ, უკვე გავიღვიდე დილის 6-ზე. დავიწყე რამოდენიმე ქადის გამოცხობა, რომ დავარიგოთ უკვე ჩემ მშობლებთან წავიღო, დავიდმა წაიღოს თავის მშობლებთან და ასე ახლა მივდივარ ეკოგრაფი მაქვს გადასაღები. კონტროლი უბრალოდ. დედაჩემ ამიღო, დედაჩემს რა აიღო ეგ ვიზიტი ჩემთვის, ალბათ მე არ წავიდოდი. უზის ეძახიან თუ ეკოგრაფი თუ, ნუ მიხვდით რა ზელაპარაკი.
მუცელზე ეკოგრაფის გადაღება უბრალოდ ყველაფრის კონტროლი. ასე, მივდივარ იქა. მე ხო ისა მაქვს. Viens là, Louise. Viens là. So. Այսეთი დილა გქონდა დღეს, ესე იგი გადავიღე ეკოგრაფი. როგორც ნახეთ, მე ვიყავით. მე და დედიკო მყავადავლიეთ. და მოვედი მანქანა გავატარე ისა, კონტროლი რო აქვს, ხო იცი მანქანებს. არ ვიცი საქართველოში აუცილებელია აქ ჩვენთან საფრანგეთში ყველა მანქანას უნდა კონდეს თავისი სპეციალური ისა კონტროლი გასული ეძახიან ტეხ კონტროლი თუ კონტროლ ტექნიკ ფრანგულად ეგ გავიარეთ ყველაფერი კარგად არისო Eki mivitari egg adgili. Eki mo. Რა სჭირსებთ მანქანას. ახლა მივდივარ სამსახურში. შუა დღის 11 საათია. შუა დღის დილის 11 საათია. Thoughts of you in my mind. I wonder all the time. When will I see you again? I wanna run away to you. I wanna run away to you. I must wonder. I wonder. When will I return? Daydream my way to you. Memories aren't hard to find. Memories of Czekajcie, to mozaza. ჩემი ბიჭი რომელიც ბუნებაზე გიждდება. the way you არა, take არა, me მადლობა. არ გინდა შეენო. touch you still და დენისის ჟილეტი რომ აცვია, ხედა, შემცივდა და Je t'ai donné ton argent, ouais. oui. და დენისის ჟილეტი Du coup, faut que je te laisse le mien. Ouais, et la carte. Et garde. არის ესეთი ულამაზესი ამინდი დღეს, ამიტომ გამოვედით. პიკნიკი გავაკეთეთ აქ პარკში. ახლა აქ სეირნობთ. როგორც ნახეთ, დილით გავჭერით ჩვენი ქადა. შეხვდა ოჯახის მე მგონი უფრო მას ოჯახის თუ სახლის წმინდანს ხოდანიმალე. აი ესე ძალიან გავუხარდა, მიყვარს როცა მაინც წმინდანს ხვდება ამ ბავშვებს. აი ესეთი ლამაზი მზეა. სასიამოვნო, საირნობთ. პატარა დიდასთან არის, დენისი ჩემთან ერთად არის და დღეს არ მუშაობ. მე უკვე წამოვედი. ის იქ ხეზე არის. ახლა დავბრუნდით ალდიში.
მაღაზიაში ვატარებ თელ ჩემ ცხოვრებას ალბათ. ხო და დენის უნდა ავუღოთ სენდვიჩები, იმიტომ რომ ხვალე ექსკურსია აქვს და Je sais quand tu fais les gants, mais je comprends pas. Et en plus, il y en a plusieurs dedans. Oh, ამიტომ voilà une gomme. აი სენდვიჩები ავიღე, მარწყვი ავიღე. J'ai une gomme maintenant. რა შეიძლება რომ კიდე ავიღო? ჩიფსი ალბათ პატარა პაჩკა ჩიფსი. ნახეთ რა არის ალდიში, პირველად ვხედავ. თან წერია ლავაშ. რა კაია. როგორც იქნა, შემოვედი სახლში. ჩავრთავ ახლა მარის ვიდეოებს. მარი, ჩემი და რომელსაც აქვს YouTube-ზე არხი მაგასაც, ესე ვლოგებს იღებს ყოველდღიურს და Instagram-ში იმ დღეს ვნახე, რომ ბურატა და მარწყვი არის თურმე სასწაული და მე ბურატაზე აი გიჟდები, ძალიან მიყვარს ეგ ყველი. პამიდორთან ძალიან მიყვარს, მაგრამ მარწყვთან არც არ გამისინჯია. და ზემოდანო აი ეს ბალზამის, ბალზამიკი ეძახიან. მოასხითო და ძალიან გემრიელისო. ძალიან საინტერესოა, გემრიელია თუ არა. თან ახლა ჩავრთავ მარის ვიდეოებს, თან საჭმელს გავაკეთებ და ძალიან მალე უნდა უკვე წავიდე ლუის გამოვიყვანო ძიძასგან, ამიტომ დრო არ მაქვს. დავსინჯოთ ერთად მარწყვი და ბურატა რა არის. ბურატა ძალიან კრემოვანი. მარწყვი და ბურატა. გემრიელია. ვერ ვტყუროთ საზღვრობა. მე ძალიან მიყვარს მარილიანი და ტკბილის ერთად შეზავება, მაგრამ მარწყვს მარილიანი არ უხდება. ანუ კარგია, მაგრამ ისე არა როგორც YouTube-ის ვიდეოებში და Instagram-ის ვიდეოებში აქებენ. ლაზანი მოვათავსე უკვე ღუმელში, დამჩა აქ ფარში და გავაკეთებ ესე იგი ფარშის პიცებს. ანუ ცომი და ზემოდან ამას მოვასხავ. всё, და ყველი იქნება გადასარევი. ახლა ცოტა ხანი დავჯექი, სანამ წავალ გამოვიყვან ლუის ძიძასგან, ყავას დავლევ წყნარად და ცოტი დავისვენებ, მაგრამ სახლია დასალაგებელი. იმედია ლუის დამაცის სახლის დალაგებას. მოვედი, ლუიზი გამოვიყვანე. ესეც მე. ბავშვები იზოში გავაგდი, იმედია ცოტა ხანი იქ იქნებიან. სანამდე მე აქაურობას მივალაგებ. აბა დავიწყებ. ესეც ჩვენი ლაზანი და ესეც ჩვენი პიცა. მოზარელას მოვაყრი ახლა და იქნება გემრიელი პიცა. აი ეს ვიყიდე მაღაზია Grand Fresh-ში. პიცას ცომია. 3 евро ღირდა მე მგონი არც კი. და ნახეთ რა კარგია, მთელი ლისტი გამოვიდა. და როცა ვინმე მოგდის უცბად შეაგდე და ხაჭაპურით შეიძლება ამით გაკეთდეს და პიცაც. ეხლა ამ ჩემ პიცას აშკარად აკლია ყველი, ამიტომ ამას ჩავახეხავ.
ხშირად ყიდულობ ხოლმე ასე, ესე უფრო კარგად გამოდის და უფრო იაფი გამოდის ესე როცა ვყიდულობ და ესე მეც თვითონ ხეხავ, ვიდრე ჩახეხილი ყველი. აი მეც აქ დაგემშვიდობებით, ჩემო ლამაზო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ეს ჩემი დიდი ვლოგი. ვეცდები რომ ხვალით გადაგიღოთ და იქთა კვირასაც, მინდა რომ აი უბრალოდ ჩვევათ მქონდეს, რომ კამერა ავიღო და გადავიღო და ყოველ კვირას, ანუ კვირაში ერთხელ მაინც დაგიდოთ ჩემი ვლოგები. ამიტომ ასე იმედია მოგწონთ და დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. არ მოგერიდოთ გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ ლაიქები. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნებით ახალი და საინტერესო ვიდეოთი. Gott nicht.